რა შეიძლება ახლა ისრაელმა გააკეთოს, ხო? შეიძლება არ ეთანხმება ისრაელი, მაგრამ რა მექანიზმები, რა ბერკეტები გააჩნია ისრაელს. ისრაელს ამერიკის გარეშე ცხადია, ირანზე ზემოქმედების ინსტრუმენტები მინიმალური აქვს, ანუ ის დიდად ვერაფერს ვერ დაუშავებს. ირანს და ეგ გამოჩნდა უკვე, მაგრამ სამაგიეროდ ისრაელს შეუძლია დაუშავოს უშუალოდ მის მეზობლად არსებულ სახელმწიფოს ლიბანს. აი მოდით რუკაც რო გავხსნათ, აი ისრაელის ჩრდილოეთით არის პატარა სახელმწიფო ლიბანი, რომელიც ძალიან ჭრელია რელიგიური თვალსაზრისით, დაახლოებით მოსახლეობის 40% არიან ლიბანელი ქრისტიანები, დაახლოებით 20% არიან ლიბანელი სუნიტები და დაახლოებით 30% არიან შიიტები. ანუ ირანელების მსგავსად ლიბანში ცხოვრობენ არაბი შიიტები, რომელთა სამხედრო პოლიტიკური წარმომადგენლობა არის ორგანიზაცია ჰეზბოლა. ძალიან ბევრი სახელმწიფო ჰეზბოლას აცხადებს როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას და ანუ ჰეზბოლა უკვე მრავალი ათეული წელია სამხედრო პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებაშია ისრაელთან და ისრაელი ამჟამად აი ამ წუთებში ახორციელებს სპეცოპერაციას ლიბანის ტერიტორიაზე, კერძოდ ცახალის შენაერთები, ისრაელის შეერაღებული ძალების შენაერთები შეჭრილნი არიან ლიბანის სამხრეთ ტერიტორიაზე, აი ამ მიდამოებში მიმდინარეობს ბრძოლა და ისრაელის ამოცანა რა არის, მოდი ეგეც ობიექტურობისთვის ითქვას. ცხადია ჰეზბოლას თლიანი განადგურება ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ მაშინ ყველა შიიტი უნდა გაანადგურონ და ეს ნაკლებად გამოუვა ისრაელს, მაგრამ ისრაელი ცდილობს ბუნებრივი ბუფერი შექმნას ლიბანის სამხრეთით, ანუ ლიბანის სამხრეთ ტერიტორიები დაიკავოს იმისთვის, რომ ჰეზბოლას მებრძოლებს გაუჭირდეთ ისრაელის ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვა. ეს არის მთავარი ამოცანა ისრაელის დღეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ცხადია, პირველ რიგში ჰეზბოლასთვის, ლიბანისთვის, ლიბანის სახელმწიფოსთვის, რომელსაც მთავრობისთვის, რომელსაც შეიძლება გულზე არ ეხატება ეს ჰეზბოლა, მაგრამ ბოლო-ბოლო მათი სუვერენული ტერიტორია. და ასევე კატეგორიულად არ ეთანხმება ირანი და ირანი ამბობს, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს ამ ოპერაციას ისრაელში, ამ შემთხვევაში ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება ამერიკასთან და მოუწევს ამერიკას კონფრონტაციის გაგრძელება ირანთან. აქ პრობლემა რაშია? რატო ეჩქარება ასე? ანუ რატო არის შეიძლება ბუნებრივი კითხვა დაიბადოს, ხო? ისრაელი თუ არის მზად კონფრონტაციის გაგრძელების ბევრად უფრო სუსტი და პატარა სახელმწიფო, ვიდრე შეერთებული შტატები. შეერთებული შტატები რატო არის ასე მოწადინებული, რომ სწრაფად დადოს ირანთან შეთანხმება, თუნდაც დათმობების ხარჯზე, თუნდაც რეპუტაციული ზიანის ხარჯზე და რატო ცდილობს ეს კონფლიქტი სწრაფად დაამთავროს. იმ სამხედრო პოლიტიკური და ბუნებრივი იმ მოვლენების და კანონზომიერებების გამო, რაც ამერიკაში არსებობს. ჯერთი, ამერიკის მოსახლეობისთვის ძალიან რთულია იმის ახსნა, რატომ უნდა იომოს ამერიკამ სადღაც ირანში, ახლო აღმოსავლეთში ეს უკიდურესად არაპოპულარული მოსაზრება მერწმუნეთ, ძალიან აგრესიულად ხვდება ამას ამერიკული საზოგადოება ნებისმიერ ასეთი სახის ან ფორმის თუნდაც რაღაც აზრს, რომ ამერიკა უნდა გააგრძელოს ირანთან კონფრონტაცია ან ომი, ეს ნებისმიერი პოლიტიკოსი ამით ზიანდება. და მათ შორის ზიანდება ტრამპიც. და ჩვენ ვიცით, რომ ეხლა არის შუალედური არჩევნები, ეხლა 2026 წლის შემოდგომაზე იქნება კონგრესში და წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესში და ზედა პალატაში, სენატში არჩევნები, სადაც ძალიან დიდი შანსია, რომ შეიძლება ორივე პალატა დაკარგოს ტრამპმა. ამიტომ ტრამპს ძალიან სწრაფად ეჩქარება ეხლა, რომ ეს კონფლიქტი თუნდაც დათმობების ხარჯზე ასე დაამთავროს
გამოაცხადოს, რომ აგერ ჩვენ ომი დავამთავრეთ, აგერ შეთანხმება დავდეთ, მე მშვიდობის მტრედი ვარ, გავუმარჯოს მშვიდობას და დაუბრუნდეს თავის საშინაო პრობლემებს, რომელიც ძალიან დაგროვდა, მათ შორის საწვავის ფასი ზრდის ხარჯზე, ანუ საწვავი მოიმატა, საწვავზე ფასები მოიმატა ამერიკაში და ამერიკელები ამაზე ძალიან, ასე ვთქვათ, ძიმედ რეაგირებენ. და ცხადია, სულთა ელექტორალური საკითხია, ანუ ელექტორალური საკითხია და ელექტორალური ზიანის საკითხია. ისრაელისთვის ეს ეგზისტენციური საკითხია, ხო, ისრაელის გადმოსახედიდან უფრო მარტივია საკუთარი მოსახლეობის მობილიზება, დარაზმვა, თუნდაც ირანის წინააღმდეგ, რომელიც საერთოდ არ აღიარებს ისრაელს. ანუ ირანის ოფიციალური პოზიცია არის, რომ ისრაელი არ არსებობს და ისრაელი უნდა განადგურდეს. აქედან გამომდინარე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინტერესებია, ხო? ერთი ქვეყნის, რომელიც საერთოდ ოკეანეებით არის დაშორებული ამ რეგიონს და საერთოდ სხვა კონტინენტზეა, იმის გადმოსახედიდან, იმის ინტერესი ერთია, იქაური საზოგადოების. ისრაელის ინტერესი სულ სხვა. ამიტომ ცხადია, ისრაელი ძალიან უკმაყოფილოა, სავარაუდოდ შეეცდება, რომ არ დაუშვას ეს შეთანხმება, თუმცა რამდენად ისრაელი შეძლებს ამერიკის ნების წინააღმდეგ წასვლას, მით უმეტეს ისტორიის ამ მონაკვეთში, როდესაც შეიძლება ითქვას, ამერიკაში არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. არაფერზე არ არის ამერიკული უკიდურესად პოლარიზებული, უკიდურესად დაპირისპირებული, უკიდურესად ერთმანეთზე გადამტერებული საზოგადოება იმაზე ერთიანი, რაც ეხება ისრაელის ომების საკითხს. ანუ ვიღაცა ამერიკელი LGBT აქტივისტი, ვიღაცა მემარცხენე კომუნისტი, ვიღაცა მემარჯვენე ნაციონალისტი და ვიღაცა რედნეკი კონსერვატორი ამერიკაში ეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოლუსი, ხო, იდეოლოგიური და პოლიტიკური ლანდშაფტის. ყველა ხო არაფერზე არ თანხმდებიან, მაგრამ რამეზე თუ თანხმდებიან არის ის, რომ ამ ისრაელის ომებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც გვიბიძგებს ისრაელის სასარგებლოდ ომებში მონაწილეობისკენ, ის უნდა გავრიყოთ, უნდა წააგოს არჩევნები და არ უნდა გავიყვანოთ არსად. და ცხადია, ეს არის ძალიან პოპულარული ეს მოსაზრება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ხა მე ძალიან აქტიურად ვადევნებ თვალს ამ საშინაო პოლიტიკას ამერიკის და აი თვალში საცემია, რამდენად აი ხანდახან ანტისემიტიზმშიც კი შეიძლება გადაიზარდოს აი ზოგიერთთან არავინ არ ერიდება უკვე ამ თემებზე საუბარს. ამიტომ ისრაელს ახლა აი ამ კუთხით პრობლემები აქვს. ადრე რასაც უფრო მარტივად ახერხებდა, არწმუნებდა ისრაელი მისი ლობი უშუალოდ შიგნით ამერიკაში, ახლა ბევრად უფრო რთულად აქვს საქმე და თავად რაღაც ისრაელთან ასოცირებაც კი უკვე ვიღაცეებისთვის რაღაცა დიაგნოზი და დასკვნებია. ამიტომ რამდენად გაუჭირდება ამ ვითარებაში, ამ მოვლენებიდან გამომდინარე და რეალიებიდან გამომდინარე საკუთარი პოზიციის გატანას და ლობირებას ამერიკის ისტაბლიშმენტზე, მე ცოტა ეჭვი მეპარება.